როგორ ახართ გოგონებო? იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ მის ფიქრებზე. მოქმედებაზე, რა თქმა უნდა, და გრძნობაზე. რა თქმა უნდა, ყველას უღმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის. როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თქვენზე. ნახოთ მისი ფიქრები, რას ფიქრობს. რას გრძნობს და რა მოქმედება ექნება, ესე კლასიკურად მივყვეთ. რას ფიქრობს? ჯერჯერობით ზომიერებაშია ყველაფერი, მაინც რომ მიხვდეთ, რომ არის თუ არა თქვენზე ეს გაშლა, ადამიანი მაინც არის ზომიერებაში და ფიქრის რეჟიმში, ანუ ფიქრებში არის როგორ რაღაცა, იცი? ეს ადამიანი ფიქრობს, რომ გამოწვევების წინაშე დგას. პირველი გამოწვევა ის არის, რომ არ იცი საით წაიყვანოს ეს ურთიერთობა, მე ვფიქრობ, რომ აქ არ არის გადაწყვეტილი კონკრეტული ნაბიჯებიც კი ეტყობა უკვე, მაგრამ დგას გადაწყვეტილების და არჩევანის წინაშე. მოდი ვთქვათ, ეხლა თუ არჩევანი აქვს, ოღონდ თქმა უნდა, გულისხმობთ ამ შემთხვევაში სხვა ადამიანს და არა დედას, ანუ მესამე პირთან დაკავშირებით, დედა ამ შემთხვევაში არ შუაში არ არის. მინდა ვთქვა, რომ არჩევანს ჯერჯერობით ვერ აკეთებს და არ აკეთებს, რადგანაც ურჩევნია, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად გაწელოს. მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ამ ურთიერთობაში რაღაცა ეკაჩება შენსკენ, მაგრამ თან კიდე რაღაცა ისეთ სიტუაცია აქვს, რომ განიზიდო. სიტუაცია კიდე არის ძალიან სტაგნაციური, ზომიერი, აი არაფრის მთქმელი, ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ დაარქმევ თითქოს. გრძნობა გრძნობა რა თქმა უნდა აქვს. გრძნობა აქვს, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როცა გრძნობა არანაირ კავშირში არ არის არც მოქმედებასთან, არც პერსპექტივას, იმიტომ რომ თითქოს ისეთი რაღაცა, რომ გაურბის ყველაფერს მოქმედებას გაურბის. ანუ უკვე ფაქტია, რომ მოქმედებაში მართლა არ ვიცი რა იქნება, მაგრამ გაურბის მოქმედებას, გაურბის ტკივილებს. გაურბის იმასაც, რომ აი მაგალითად უკან მოიხედოს თუ რა გააკეთა, რა დააშავა, შეიძლება ყველამ არაფერი არ დააშავა, მაგრამ ზოგადად რა არის, იცი, არ უნდა ტკივილი, რაღაც მომენტში როცა გრძნობს, რომ მე ხვდები შენს მიმართ გრძნობას და შენს გრძნობასაც ხვდები, მე გავრბივარ, მე არ მინდა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ძალიან საპასუხისმგებლო და სინამდვილეში ამ ადამიანს ძალიან ეშინია სერიოზული ურთიერთობების. მოდი ვნახოთ. მოქმედება. რა მოქმედება ექნება? რა მოქმედება ექნება? მოქმედება, ну, მოდი ესე ვიტყოდი, რომ მაინც იმპერატორი ამოდის და როგორი ხასიათის არის, არ უნდა მოქმედება. აქ არის მომენტი, როდესაც მართლა შეუძლია ყველაფერი გამოასწოროს, მაგრამ არ უნდა მოქმედება არანაირად. თუმცა ვიტყოდი იმას, რომ თუ თქვენ ახლა არა გაქვთ კონტაქტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ გექნებათ კონტაქტი და გადაკვეთა, მაგრამ გააჩნია ხო ახლა გადაკვეთასაც. ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არის საკმაოდ ეგოისტურ პოზიციაში, როცა მას სურს ის ყველაფერი, როგორც მას სურს, უნდა იყოს მასზე მორგებული შენ ან შენ. სხვა ვარიანტი არ განიხილება. და კიდე მინდა ვთქვა, რომ ჯერ აკვირდება სიტუაციას. ახლა მისთვის დღევანდელი სტაგნაცია, დღევანდელი არეულდარეული ურთიერთობა, თუნდაც უკონტაქტობა დაუშვათ თუ ხართ ამ სიტუაციაში, მისთვის არის ნორმა, მისაღები. მაგრამ უახლოეს მომავალში ამის გამოსწორებას მისგან ნუელოდებით, გოგონებო, მაგრამ არის აქ ერთი პლუსი, იმიტომ რომ პლუსებიც უნდა აღვნიშნოთ, ემოცია რა თქმა უნდა აქვს თქვენს მიმართ, ვერ ვიტყვი რომ სულ ერთია, იმასაც ვერ ვიტყვი რომ ეს გრძნობა არის ღრმა სიყვარული, სადაც ყველანაირ სიტუაციას სიამოვნებას გადალახავს და არის კიდე ის მომენტი, რომ გაშვებული შინაგანად მაინც არ ყავ ხარ. მე რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.